დილამ შვიდობის. მოგესალმებით, გრძელდება დილის პალიტრა, ვინც ახლა შემოგვიერთით წარმატებული და ბედნიერი და ნაყოფიერი დღე გუნდა რომ გისურვოთ. ხუთშაბათ დღეს ვუთმობთ ხოლმე დროს განათლებას და განათლების რუბრიკის ფარგლებში მარიამ ბუკია შემოგვიერთდა, რომელსაც ძალიან საინტერესო თემა აქვს ჩვენთვის მოსაყოლი. მოგესალმებით, მადლობა. დილამ შვიდობის. რომ ამ საინტერესო თემით შემოგვიერთდით. მოგესალმებით, მართლაც ძალიან საინტერესო თემაში ვერჩიეთ დღევანდელი განათლების რუბრიკისთვის. უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში ბავშვთა კვება და ფიზიკური აქტივობის საკითხები ძალიან მწვავედ დგას. საქართველოში მათ შორის და უნდა ითქვას, რომ UNICEF-ის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, რომელიც ეფუძნება 190 ქვეყანაში შეგროვებულ მონაცემებს, გამოჩნდა, რომ 5-დან 19 წლის ასაკის ბავშვებში, ანუ 10 ბავშვიდან 1, ანუ 188 მილიონი არის ჭარბწონიანი. და უნდა ითქვას ისიც, რომ ისტორიაში პირველად სიმსუქნემ და ჭარბწონიანობამ გლობალურად გადააჭარბა არასაკმარის წონას ეს სასკოლო ასაკის ბავშვებში. საინტერესოა არის თუ არა საქართველოს გლობალური ესე ვთქვათ ტენდენციების ერთ-ერთი ნაწილი. ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს და რეკომენდაციებს მივიღებთ ასევე სპეციალისტისგან. თევრენ უცუბიძე იმყოფება ჩვენთან, ენდოკრინოლოგის სიმსუქნის მსოფლიო ფედერაციის სერტიფიცირებული სპეციალისტი. ძალიან დიდი მადლობა თევრენამ დათმობილი დროისთვის. მოკლედ, ფიზიკური აქტივობა და ეს ჭარბწონიანობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გლობალური პრობლემა გახდა. საინტერესოა, რა მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ცალკე კვლევას აწარმოებდით საქართველოში, რომელიც 2027 წლისთვის დასრულდება და ესე ვთქვათ მონაცემები დანიაშიც წარადგინეთ. საინტერესოა რა მაჩვენა კვლევამ და რამდენად მასშტაბურია პრობლემა. ძალიან საინტერესო საკითხი წამოჭერით და UNICEF-ის რეპორტი, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ, რომელიც ასახავს გლობალურ ტენდენციას, მისი სათაური ესე ჟღერს ქართულად რომ თარგმნოთ, რატომ დააღალატა თანამედროვე კვების ინდუსტრიამ ბავშვები. და გლობალური ტენდენცია უკვე ვიცით, როგორიც არის სამწუხაროდ, მე შემიძლია მოვიყვეთ საქართველოში რა ხდება ამ კუთხით, სკოლებში. საქართველოში ვხედავთ ძალიან საინტერესო ტენდენციას ბოლო 2-3 თაობის მანძილზე, რაც მედიცინისთვის და ეპიგენეტიკისთვის ძალიან სწრაფი დროა, საქართველოში ვხედავთ ძალიან სწრაფ ცვლილებას, სადაც ბებოების მიერ მომზადებული სახლის კერძი ჩაანაცვლა სუპერმარკეტმა. შესაბამისად, ყველაზე ჭარბად მოხმარებული პროდუქტები ბავშვებისთვის გახდა არა სახლის საკვები, არამედ ინდუსტრიულად პროცესირებული საკვები პროდუქტები. ჩემს კვლევაში, სადაც როგორც თქვენ წეგან თქვით, 500-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა და მინდა გითხრათ, რომ ყოველი მესამე სდებოდა ჭარბი გაცხიმოვნების ზედა ზღვარს. ჩვენ არ გამოგვიყენებია სასწორი, არ გამოგვითვლია სხეულის მასის ინდექსი, არამედ უპირატესობა მივანიჭეთ შეფასების მეთოდს, რომელიც წელს ითვლება ოქროს სტანდარტად და რომელიც პირველად გამოვიყენეთ საქართველოში და აი სწორედ ისეთი სამეცნიერო შეკრებების ასე ვთქვათ, დასწრების უფლება გვაძლევს საშუალებას, რომ რამდენიმე წლით ადრე ვიცოდეთ, რა იქნება ოქროს სტანდარტი ასეთი ანთროპომეტრიული პარამეტრების, სხეულის, გაცხიმოვნების, ჭარბი წონის შესაფასებლად. და როგორც აღნიშნე, ეს აღარ არის სასწორი და ეს აღარ არის სხეულის მასის ინდექსი. მაგრამ აი ამაზე აუცილებლად მინდა შემდეგ გითხრათ, რა არის მთავარი სტანდარტი, მეთოდი შეფასების და მინდა გითხრათ, რომ თქვენი მაყურებელიც კი შეძლებს ამას სახლის პირობებში გააკეთოს, მაგრამ მთავარი კითხვა, მთავარი თეზისი, რაც არის ჩვენი კვლევის, ეს არის რა არის ყველაზე მეტად მოხმარებული საკვები პროდუქტები საქართველოში და ჩვენ კვლევაში მონაწილეობას იღებდა 6-დან 9 წლის ასაკის ბავშვები და ტოპ 10 პროდუქტი ეს არის ინდუსტრიულად პროცესირებული, ულტრაპროცესირებული საკვები. ეს გაკეთდა 24 საათიანი კითხვარების ანალიზის საფუძველზე. აი კონკრეტულად რომელ საკვებს გულისხმობთ, აი გასაგები რო იყოს მაყურებელს. ინდუსტრირებულად პროცესირებული საკვები, ულტრაპროცესირებული საკვები გადის რამდენიმე საათიან დამუშავებას ქარხნებში ძალიან მაღალ ტემპერატურაზე. ეს არის პროდუქტები, რომელსაც ვარგისიანობის ვადა, აი სუპერმარკეტში თუ შევალთ, აქვს 2 წელი, 3 წელი, 4 წელი. თქვენ ხო წარმოგიდგენთ პროდუქტებსაც უკავშირდება, ხო? ისიც რა, ძალიან რთულია ყველაფერი ესე ერთ ასე ვთქვათ, ქვაბში მოუხარშოთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი და არსებობს ულტრაპროცესირებული საკვებების დახარისხების სპეციალური გაიდლაინი, რომელსაც ჩვენ ვიყენებდით მათ შორის და იქ მოიაზრება, რამდენი საათიანი პროცესირება ხდება, რა დამატებით ტოქსინებს შეიცავს და ასე შემდეგ.
თეონა, მე მინდა განმარტება მოვისმინო თქვენგან, ანუ ხშირად ჭარბწონიანობა და სიმსუქნე ერთმანეთში ერევათ ხოლმე. აი რომ განგვიმარტოთ, რით განსხვავდება ეს ორი ერთმანეთისგან? ძალიან საინტერესო კითხვებს მისმენთ. ესე იგი, ჩემი საყვარელი თემა სასაუბროთ. ესე იგი, ჭარბწონიანობა და სიმსუქნე აბსოლუტურად სხვადასხვა ინსტანციებია. მოდით მე გეტყვით, რომ არც ერთი და არც მეორე ჩემთვის არ არის გადამწყვეტი, როცა საქმე ბავშვებს შეეხება. ჩვენ არ ვაფასებთ ბავშვებს იმის მიხედვით ვიზუალურად, ვინ გვეჩვენება არის ჭარბწონიანი ან აქვს ჭარბი გაცხიმოვნება. ჩემთვის, როგორც ენდოკრინოლოგისტვის, ან როგორც სიმსუქნის მართვის ექსპერტისთვის, წამყვანი არის გაცხიმოვნება, რომელიც იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან სამედიცინო გართულებებს. და შეიძლება ვიზუალურად ეს არ იყოს შესატყვისი, მაგრამ შინაგან ორგანოებში უკვე მიმდინარეობდეს პათოლოგიური გაცხიმოვნება, რომელიც ზრდის სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკს სიცოცხლის მეორე, მესამე, მეოთხე აწლეულში. ამიტომაც ჩვენ ავარჩიეთ კვლევაში ეს ასაკი, ეს არ არის რანდომული შერჩევა, 6-დან 9 წლის ასაკი, იმიტომ რომ სწორედ ამ პერიოდში ჯერ კიდევ ჩვენ შეგვიძლია შევიტანოთ ცვლილებები და სრულიად შექცევადი იყოს გართულებები. ძალიან საინტერესოა, რომ ბავშვთა სიმსუქნის ეპიდემია დღეს არის ძალიან აქტუალური თემა. ამიტომაც ყველა თანამედროვე გაიდლაინი 2026 წლის, აი დაახლოებით თებერვლის ბოლოს, გამოიცა 2026 წლის კარდიოლოგიური გაიდლაინი და თუ მანამდე კარდიოლოგიურ გაიდლაინში ხაზგასმით მნიშვნელოვანი იყო ადამიანები 40+-ით, დღეს უკვე ცალკე თავი აქვს იქ დათმობილი იმას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ სკრინინგს. რა მოიაზრება ადრეულ სკრინინგში? უკვე 9-11 წლის ასაკში რეკომენდაცია ეძლევა ლიპიდური სპექტრის ანალიზს. ლიპიდური სპექტრის ანალიზი ეს არის ცხიმების შეფასება სისხლის ანალიზში და განსაკუთრებით იმ ბავშვებში, ვისაც აქვთ ჭარბი გაცხიმოვნება და იმათთან, ვისაც აქვთ გენეტიკური წინასწარ-განწყობა. ამ შემთხვევაში საინტერესო იქნება ვისაუბროთ სახელმწიფოს როლზეც, რადგანაც საუბარი გვაქვს პატარებზე, ბავშვებზე, სკოლის მოსავლის ბავშვებზე განსაკუთრებით. გასაგებია მშობლების როლი ძალიან დიდია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია თუ რას გააკეთებს ამ შემთხვევაში სახელმწიფო განათლების სამინისტროს ხელით და უშუალოდ სკოლებში რა უნდა გაკეთდეს, როგორია საერთაშორისო პრაქტიკა და რას უნდა მიაქციოს ყურადღება ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრომ და სკოლამ. აი სამეცნიერო კლასტერზე საუბრობდა მარიამი, როცა დამიკავშირდა მე იქ ვიმყოფებოდი და ვეუბნებოდი, რომ ბავშვთა სიმსუქნის ეპიდემიაში ჩვენ არ შეგვიძლია თითი დავადოთ ერთ დამნაშავეს. ულტრაპროცესირებული საკვები მხოლოდ, თუმცა ეს არის წამყვანი. მხოლოდ და მხოლოდ განათლების სისტემა, რომელიც არის სკოლა და ირგვლივ გარემო. აქ მნიშვნელობა ენიჭება მულტისისტემურ თეორიას და მულტისისტემური თეორია მოიაზრებს იმას, რომ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. როგორია კვების, ასე ვთქვათ, ობიექტების სკოლის ირგვლივ. არის თუ არა სკოლაში სივრცე, სადაც შეიძლება რომ ბავშვმა მიირთვას კომფორტულად თავისი ხემსი, რომელიც ან სკოლა აწვდის, ან სახლიდან წაიღო. როგორია განათლების დონე, როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია საუზმის ფაქტორი, რას უნდა მიანიჭოს უპირატესობა. განვითარებული ქვეყნების უმრავლესობამ ამ მულტისისტემურ თეორიაში სხვადასხვა ცვლილებები შეიტანა ძალიან წარმატებით და ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ იგივე გავაკეთოთ და ასე ვთქვათ, ყველა კუთხით შევიტანოთ ცვლილება. მშობლებისთვის ძალიან რთული პრობლემა არის ზოგადად ბავშვები და ჯანსაღი კვება, რადგან გარემო ხშირად მათ არ აძლევს ხოლმე ამის საშუალებას, რადგან მაინც შეიძლება შენ შვილს მაგალითად ასწავლო, როგორ უნდა იკვებოს ჯანსაღად, მაგრამ გარემო მას მაინც რაღაცნაირად ჭყალებში დააბინძურებს, იმიტომ რომ შეხვდება მეგობარი, რომელიც მიირთმევს რაღაც არაჯანსაღს, რისგანაც მას ინფორმაცია აქვს შემდეგ, ან რაღაც აკრძალულია მისთვის და ეს აკრძალული შეიძლება კიდევ უფრო მეტად მოუნდეს. ზოგადად როგორ უნდა გაუმკლავდეს მშობელი, როდესაც მას უნდა რომ დაიცვას ასევე სანამ მთელი ესე ვთქვათ კაცობრიობა გადავეწყობით და უფრო მეტად ჯანსაღყვებაზე გავაკეთებთ ორიენტირს, მანამდე რა გააკეთოს მშობელმა, როგორ დაიცვას თავისი შვილი და როგორ შეუწყოს ხელი, რომ ზოგადად ეს პრობლემა უფრო მეტად არ განვითარდეს. მსგავსი კითხვები სხვათა შორის ძალიან ხშირად მესმის მშობლებისგან. თან მით უმეტეს დღეს, როდესაც ძალიან ჰექტიურ დღის რეჟიმში გვიწევს ჩვენ ყოველს ცხოვრება, ძალიან რთულია, რომ შენ შვილზე ყველა ასპექტით იზრუნო. იქ პასუხისმგებლობა აიღო, როგორი კვების ობიექტია, რას მიირთმევს, რას იყიდის გზა და ასე შემდეგ.
ამიტომ მე შევეცდები, რომ აი თქვენი მაყურებლისთვის რაც შეიძლება პრაქტიკული რჩევები მოგცეთ. ჩვენ ვისაუბრეთ ყვებაზე, ვისაუბრეთ, სად უნდა იყიდოს, რა უნდა გააკეთოს, რა რისკებთან გვაქვს საქმე, მაგრამ არ გვისაუბრია ყველაზე თავარზე და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორზე, ძილზე. რაზეც ჩვენ შეგვიძლია რომ გავლენა გქონდეს, ხო? ძილის დროს ღრმა ძილის ფაზაში გამომუშავდება ზდის ჰორმონის დაახლოებით 70-80% მისი პულსური გამომუშავების. ზდის ჰორმონი არ არის ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია მხოლოდ ბავშვის ზრდა განვითარებაზე. ის ასევე არეგულირებს ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილებას სხეულში და ინსულინის მიმართ მგრძნობელობას. გარდა ამისა, როდესაც ხდება არასაკმარისი ძილი და ძილის ფაზების შემოკლება, იმატებს ჰორმონ გრელინის მაჩვენებელი, რომელიც აძლიერებს მადას და ქვეითდება ჰორმონ ლეპტინის დონე, რომელიც პირიქით პასუხისმგებელია დანაყრების შეგრძნებაზე. ძილის ფაზები და მისი ხანგრძლივობა ირღვევა, როდესაც იზრდება ეკრანების გამოყენება, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში და არა მხოლოდ ჩაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე. საერთაშორისო ორგანიზაციები გვაძლევენ რეკომენდაციას, რომ ეკრანების გამოყენების დრო უნდა შემცირდეს 2 საათამდე. რაც უფრო ნაკლები იქნება, მით უკეთესი, მაგრამ 2 საათი ეს არის მაქსიმალური ზღვა. ეს დღის განმავლობაში მეც დამაინტერესებს. დღის განმავლობაში აქ არის კუმულაციურ დროზე საუბარი და არა გადაბმულად 2 საათი. შესაბამისად, აი ეს არის თქვათ პირველი რეკომენდაცია. დროულად დაძინება და ავიღოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ რაც შეიძლება გქონდეთ ხანგრძლივი სრულფასოვანი ძილი. კი ბატონო. მოკლედ ესე იგი ძილი არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, ყვება და კიდევ აი სხვა ფაქტორები, აი რა პრობლემა შეიძლება შექმნას ამ ყოველივემ, გარდა უძილობისა. მე დავამატებდი ერთ ფაქტორს კიდევ. ვარჯიშს. ვარჯიში. აი საერთო ჯამში იქნება ის ჯაჭვი, რომელსაც მარტივენაზე უწოდებენ ჯანსაღის ხოვრი. სხვათა შორის ძალიან კარგი რაღაცა აღნიშნე, უნდა ითქვას, რომ ფიზიკური აქტივობის ნაკლებობას განვიცდით ჩვენ საქართველოში. მე მგონია ესეც გლობალური პრობლემა არის, თუმცა სანამ ამ თემას უფრო მეტად გავშლით, იქამდე მინდოდა რომ მეკითხა, ანუ კიდევ რა პრობლემას იწვევს, ანუ არის თუ არა ეს დაკავშირებული შაქრის დიაბეტთან, გულსის ძაფთა დაავადებებთან, ანუ რამდენად არის ეს ესე ვთქვათ რისკ ფაქტორი? სამედიცინო გართულებებთან რა თქმა უნდა ეს არის ძალიან დიდი რისკ ფაქტორი, მაგალითად ძალიან კონკრეტულად რო ვისაუბროთ და არა ზოგადად, ძილის ხანგრძლივობის შემცირება იწვევს გაცხიმოვნების ზრდას 58%-ით. რაც შეეხება თქვენ კითხვას ბატონო. ესე იგი სოციალურ ქსელში ხშირად, როდესაც ვცდილობ რაღაც საგამანათლებლო ვიდეოები მოკლე ჩავწერო, რაც პრაქტიკულად გამოყენებადი იქნება ჩემი პაციენტებისთვის, ხშირად მისოვენ კითხვას, რომ რატომ არ გაუსვით ხაზი ფიზიკურ აქტივობას. ფიზიკური აქტივობა ეს იგივეა ჩემთვის, როგორც სუნთქვა. თქვენ უნდა ისუნთქოთ, ესეთ რეკომენდაციას ხო არ გავცემ. ფიზიკური აქტივობა არის გადამწყვეტი მნიშვნელობის. ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიურობა. მაგრამ როდესაც საუბარი არის ბავშვებზე და ჩვენ როდესაც გავდივართ, ასე ვთქვათ, კვალიფიკაციის განახლებას ყოველწლიურად, სიმსუქნის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, იქ ძალიან დიდი ხაზგასმით არის ესეთი რეკომენდაცია. ბავშვისთვის საუკეთესო ფიზიკური აქტივობა არის ის, რომელიც არის ხანგრძლივად შენარჩუნებადი. რას გულისხმობ ამაში? თქვენი შვილი დადის სიტყვაზე ვთქვათ მხატვრულ ტანვარჯიშს. გზად უნდა გამოიცვალოს 3 ტრანსპორტი, მასწავლებელი მკაცრია, ეჭხუბება, გასართელში ცივა. 3 თვის შემდეგ ის აღარ წავა იმ სპორტზე და იტყვის, რომ მეზარება, აღარ მინდა, არ მომწონს და ჩაიქრება, რომ ჩემი შვილი არის არასპორტული და ამ სპორტმა არ დააინტერესა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს დისკომფორტი შეიძლება იყოს მოტივაციის კვლელი, ხო ესეა? განსაკუთრებით ბავშვების სასახში, მოზრდილს არ ქონდეს მსგავსი პრობლემა, მაგრამ ბავშვებთან სხვა მიდგომებია საჭირო, რომ მოვაწოდოთ. აქედან გამომდინარე, აი აქაც გეტყვით კონკრეტულ რეკომენდაციას, გაიდლაინის თანახმად რეკომენდირებულია ყოველდღიურად 60 წუთი ფიზიკური აქტივობა. კუმულაციურ დროზეა საუბარი, არა ესე მიწყობილად 60 წუთი, არამედ ჯამში დღის მანძილზე. რა თქმა უნდა, გაიდლაინის რეკომენდაცია სამწუხაროდ შორს არის დღევანდელ რეალობასთან, ამიტომ პრაქტიკული რჩევა არის მინიმუმ 20-30 წუთი საშუალოდან ცოტა ძლიერი ფიზიკური აქტივობა და ამაში იგულისხმება ყველაფერი, რაც თქვენ შულს მოწონს.
ბურთით ეზოში თამაში, კიბეებზე ასვლა, სკოლაში ფეხით წასვლა, ასე შემდეგ. დიახ, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღევანდელი მოსწავლე საკმაოდ დატვირთული არის. ძალიან ბევრ რამეზე უწევს მას ზიარული, რადგან არის ასევე ის პრობლემა, რომ მშობლები თავიანთ სამსახურის გრაფიკს არგებენ ხოლმე ბავშვების ესე რა ვთქვათ აქტივობასაც, რომ ესე რა ვთქვათ ბარემ ყველაფერზე ატაროს და შემდეგ რაღაცა 6 ან 7 საათზე დილიდან გასული ბავშვი არის დატვირთულ მდგომარეობაში. სწავლობს, ცეკვავს, შეიძლება ან არ ცეკვავს, მაგრამ ეს ზოგადად საგანმანათლებლო პროგრამა იმდენად ხანგრძლივად არის ზოგი ადამიანის ცხოვრებაში, რომ შემდეგ აღარ რჩებათ ფიზიკური აქტივობის დრო. ესეც არის ერთ-ერთი პრობლემა შეიძლება და შემდეგ ამ სტრესის გამო ბევრად უფრო არაჯანსაღ პროდუქტებსაც მოიხმარენ. აი ეს რამდენად ჩანს თქვენთვის პრობლემად. 100%-ით გეთანხმებით. ეგრეა, ნამდვილად ეგრეა. მშობელი ცდილობს, რაც შეიძლება უფრო მეტად, ასე ვთქვათ, ჩადოს ინვესტიცია შვილის განათლებაში, ფიზიკური აქტივობაც აბსოლუტურად ასევე საჭიროებს ინვესტიციის ჩადებას. ცეკვა ახსენეთ, ეს არის ფანტასტიკური გზა ფიზიკური აქტივობის. მე ხო რა თქმა უნდა მშობლებისაც გვესმის, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი რთული რამ არის, როდესაც ყავს არაერთი შვილი, მინდა რომ გქონდეს შენი კარიერა და სამსახური და რაღაცნაირად მოკლედ ვერ ხდება ხოლმე ამ ყველაფერს ჩვენი სურვილებიდან გამომდინარე დაალგება, მაგრამ ჩვენს მაყურებელს ვურჩიოთ რა თქმა უნდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს მათ ცხოვრებაში, შეძლონ ის რისი შეძლებაც მათ სურთ და მოვუწოდოთ რა ჯანსაღი ცხოვრება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ასევე რომ მინდა ხაზი გაუსვა როგორ ალბათ გაუჩნდებოდა კითხვა ვინ ჩვენ ახლა გვიყურებს, რისი გაკეთება შეიძლება, როგორ გავიგოთ აქვს თუ არა ჭარბი გაცხიმოვნება. ჩვენ თქვით რომ სასწორი არა, ჩვენ თქვით რომ სხეულის მასის ინდექსი არა. მაშინ რა? ამ კვლევაში რომელშიც ყავდა როგორც ამერიკელი, ასევე იტალიელი კოლაბორატორები, თავარი მეთოდი ეს არის ვისერალური, ანუ შინაგანი ორგანოების გაცხიმოვნების შეფასება, წელის გარშემოწერილობის შეფარდებით სიმაღლესთან. მაგალითად წელის გარშემოწერილობა არის 60 და სიმაღლე არის 140, ხო? მათი თანაფარდობა 0.4-ზე ცოტა მეტი გამოდის. არ უნდა ცდებოდეს ეს ნიშნული 0.5-ს. იბატონო. ძალიან დიდი მადლობა მინდა. საინტერესო რჩევები იყო ნამდვილად და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მშობლებისთვის, ვისაც პატარები ყავს, არამედ ზასვლი ადამიანებისთვისაც საკუთარ მაგალითებზე საკმაოდ საინტერესო რჩევები და შეფასებები მოვისმინეთ. საკმაოდ რთულია ზოგადად ამ ყველაფრის დაცვა გათვალისწინება, მაგრამ ხო ჭირდება ყველას რაღაცნაირად რომ უფრო მეტად მოვინდომოთ ალბათ და შემდეგ მადლობა თეონე კიდევ ერთხელ. საინტერესო რჩევებისთვის და რეკომენდაციებისთვის.